2025 წლის გამოცდებისთვის მზადება მიმდინარეობს. Ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით წელს ისევე როგორც წინა წლებში საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში გაიხსნება. Დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდას აბიტურიენტები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ საგამოცდო განრიგი უკვე ცნობილია. 2025 წლის გამოცდები დაიწყება 3 ივლისს და დასრულდება 23 ივლისს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად ყველაფერს აკეთებს გამოცდების სრულყოფილად ჩატარებისთვის. სამინისტროს ორგანიზებით უკვე გაიმართა საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დეტალურად განვიხილეთ შესასრულებელი სამუშაოები და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სულ მალე საგამოცდო სამზადისი საგამოცდო ცენტრებში გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი გამოცდებისთვის 80,000-მდე პირია დარეგისტრირებული. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური კეთდება მშვიდი და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის 3 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით მოემსახურება 80,000-მდე გამოსაცდელს. ისევე როგორც წინა წლებში, 2025 წელსაც 12 საგამოცდო ქალაქში გაიხსნება 24 საგამოცდო ცენტრი. საგამოცდო პროცესისთვის მზადება ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 20 ივნისიდან ნებისმიერ გამოსაცდელს შესაძლებლობა ექნება ამობეჭდოს თავისი საგამოცდო ბარათი პირადი გვერდიდან. საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება რომელ საგანს, რომელ საგამოცდო ცენტრში, რომელ სესიაზე ჩააბარებენ. ბუნებრივია, რომ საგამოცდო ბარათი წარმოადგენს საშუალებას პირადობის მოწმობასთან ერთად გამოცდებში მონაწილეობისთვის. შევახსენებ აბიტურიენტებს, რომ მათ ისევე როგორც წინა წლებშიც წელსაც შეუძლიათ პროგრამების არჩევანი. ეხლაც აქვთ მათ ამის უფლება, ასევე ეს უფლება ექნებათ სააპელაციო განაცხადების მიღებისა და შედეგების გამოქვეყნებიდან კიდევ ერთი დღის განმავლობაში.